თუ ნებელობითი ქცევა არ გამოუმუშავდა ბავშვს, თუ გადავადება არ ისწავლა სიამოვნების, მას ძალიან გაუჭირდება შემდგომში ცხოვრებაში, იმიტომ რომ შემდგომში ადიქტები და თამაშზე დამოკიდებულები და იგივე ალკოჰოლზე და იგივე ვთქვათ სიგარეტზე დამოკიდებულები სწორედ პირველი 6 წლის ფიქსაციებია. მერვე და მე-9 კლასელს ფიზიკას თამაშით ვეღარ ვასწავლი ეგრე ადვილად. მას თუ უნარჩვევა, დაჯდომის, მოსმენის, ყურადღების, კონცენტრაციის არ ვასწავლეთ და ეს უნარჩვევა არ გაუჩნდა, შემდგომში ესე ადვილი ის არ არის უკვე მისაღწევი და ამიტომ რომ ბავშვობაში რაღაც კარგად გამოსდის ყველაფერი და მარტივად და აი როგორც კი შრომა შემოდის და ხდება საჭირო, უჭირს ეს შრომა, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული და ხანდახან მიფიქრე რომ ჯობია 5 წუთი დასვა პირველ კლასელი და 5 წუთი კონდეს გაკვეთილი და 20 წუთი ათამაშო, ვიდრე 25 წუთი ათამაშო და ის იყოს გაკვეთილი, რომ გაიმიჯოს. აბა დავსხედით, ახლა გაკვეთილი იწყება და თქვათ ესე, აი მოდი აქ რომ ივა, ვიწყებ თამაშს. და ის 10 წუთი თუ 5 წუთი ვიჯდეთ და რაღაცა გაკვეთილის ფორმა მიიღოს. ხო არის ბავშვი, რომელიც საც უჭირს რაღაცის დაალაგება და არის ბავშვი, რომელსაც პირიქით მოწონს და ალაგებს. სხვადასხვანაირი მიდგომაა და ზოგს იმდენად უჭირს, რომ ეჩხუბები, აი გაიხადა დააგდო, არ შეუძლია მას, უნდა ნელ-ნელა ისწავლოს დაკეცვა და დადება, იმიტომ რომ მას ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი. ზოგი დიდიც ეგრეა, გაიხადა დააგდო არის, ნუ ხე ეგ ალბათ ჯობია რომ არ იყოს ეგრე, უნდა ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ აი ბავშვობაში სხვადასხვანაირები არიან და ყველაზე დიდი შეცდომა არის შედარება, მე რო შენ ხელა ვიყავი, ნუ დავფრინავდი ისეთი ვიყავი, ან ნიჭიერი, ან ესეთი ლამაზი, ან რაღაცა ან შენი და როგორია და შე როგორ აი თუ გვინდა რომ ჩავალურსმნოთ ბავშვი და აი თვითშეფასება გაუნადგუროთ და გაუნოლოთ, უნდა შევადაროთ ვიღაცას.